ჩვენ ომის დაწყებაში ვადანაშაულებთ სააკაშვილის სისხლიან რეჟიმს. 2008 წლის აგვისტოს ომის 18 წლისთავი ქართულმა ოცნებამ კიდევ ერთხელ გამოიყენა იმისთვის, რომ ომის დაწყებაში საქართველოს ხელისუფლება დაედანაშაულებინა. ოცნება ომის დაწყების დღედ 8 აგვისტოს თვლის და არა 7 აგვისტოს, როცა საქართველოს ტერიტორიაზე პირველი რუსული შეიარაღებული ძალები შემოვიდნენ. შესაბამისად, ომის წლისთავს 8 აგვისტოს აღნიშნავს. წუხელ სახელმწიფო დაწესებულებებზე ეროვნული დროშები დაუშვეს ომში დაღუპული გმირების პატივსაცემად, დილით კი ქართული ოცნების ლიდერები და პარტიის წევრები მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე მივიდნენ და გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს. იქვე გააკეთეს პოლიტიკური განცხადებები და ომის დაწყებაში კიდევ ერთხელ დაადანაშაულეს სააკაშვილის ხელისუფლება. ოცნების ლიდერები ამტკიცებენ, რომ სააკაშვილის დადანაშაულება საქართველოს დადანაშაულებას არ ნიშნავს. ირაკლი ყობახიძე ამბობს, რომ 7 აგვისტოს სააკაშვილმა ცხინვალი დაბომბა. რუსეთის ჯარი კი საქართველოში 8 აგვისტოს შემოვიდა და ომიც ამ დღეს დაიწყო. მოღალატე მთავარსარდალი ყავდა მაშინ ფორმალურად ამ ქვეყანას. თქვენ თქვით, რომ სააკაშვილმა ანუ საქართველოს დაიწყო ომი, ბატონო ირაკლი, სააკაშვილი წარმოადგენდა საქართველოს მაშინ. სააკაშვილი ეს სისხლიანი ბინძური უცხოელი აგენტი და საქართველოს იყოს ერთ და იგივე. ღმერთმა დაგვიფაროს, რომ ეს ბინძური აგენტი მიხეილ სააკაშვილი და საქართველოს იყოს ერთ და იგივე. ვინ იყო მიხეილ სააკაშვილი? იყო გაყალბებით თავზე დასმული უცხოელი აგენტი, დაგვისვეს თავზე უცხოელი აგენტი და ამ უცხოელმა აგენტმა შემდეგ შეასრულა დავალება, მან დაიწყო ომი, ისმა სისხლიანმა რეჟიმმა დაიწყო ომი და მას მოყვა შესაბამისი გაგრძელება. 8 აგვისტოს შემოვიდა რუსეთის ჯარი, როდესაც შესაბამისი განცხადება გააკეთა მაშინდელმა პრეზიდენტმა, რუსეთის პრეზიდენტმა, შემოვიდა ჯარი და 2008 წლის 8 აგვისტოს დაიწყო ომი. და 7 აგვისტოს რაც მოხდა, ეს იყო ის, რომ სააკაშვილის რეჟიმმა დაბომბა ცხინვალი და მე ხელი მოაწერა რეზოლუცია, სადაც მითითებულია, რომ ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედების ფაზაში კონფლიქტი გადავიდა სწორედ ამ ფაქტის შემდეგ, როდესაც სააკაშვილის სისხლიანმა რეჟიმმა დაბომბა ცხინვალი. კითხვას არის თუ არა რუსეთი ოკუპანტი, ყობახიძე პასუხობს, რომ რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია სააკაშვილის დანაშაულს ვერ გადაფარავს. რუსეთმა განახორციელა საქართველოს ტერიტორიების 20%-ის ოკუპაცია და რა თქმა უნდა სააკაშვილის და მისი რეჟიმის და ნაცმოძრაობის ღალატი ვერანაირად ვერ გადაფარავს ამ დანაშაულს. ერთ მხარეს იყო სააკაშვილის და მისი რეჟიმის ღალატი, მეორე მხარეს იყო ოკუპაცია, რომელიც განხორციელდა რუსეთის ფედერაციის მხრიდან. ჩვენ თავარია, რომ ორივე ფაქტს ვიცეთ სათანადო შეფასება. მუხათგვერდის სასაფლაოზე იყო შალვა პაპუაშვილიც, რომელიც ამტკიცებს, რომ ომი არ იქნებოდა. 2008 წელს საქართველოს ხელისუფლებაში ოცნება რომ ყოფილიყო. ეს ომი არ იქნებოდა მაშინ საქართველოს ხელისუფლებაში რომ არ ყოფილიყო სააკაშვილის მარიონეტული რეჟიმი და მაშინ ხელისუფლებაში რომ ყოფილიყო ქართული ოცნების მსგავსი პატრიოტული ძალა. არ იქნებოდა ომი, არ იქნებოდა გრევა, არ იქნებოდა მსხვერპლი და 2008 წლის ომი არ იქნებოდა, დიდი ალბათობით არც უკრაინის ომი არ იქნებოდა. ოკუპანტი რუსეთი წინადადებაში არც ერთ ქართული ოცნების წარმომადგენელს, არც ერთ ლიდერს დღეს არ გიხსენებიათ. სწორედ ის რომ გმირები და ჩვენი ჯარისკაცები და მშვიდობიანი მოსახლეობა შეეწირა სააკაშვილის გაუაზრებელ მარიონეტულ მოღალატეობრივ ქცევას და დღეს რომ უნდა გადაფარონ თარიღებით რუსეთის ხსენება, არხსენებები და ის რომ საქართველოს ეს გრევა მიიღო მაშინ სწორედ მისი დამსახურებით და დღეს ცდილობენ რომ გმირების სახელს ამოეფარო. ვაჟბატონი ხან ოდისევსი როა და ხან ნელსონ მანდელა და ხან ილია ჭავჭავაძე. სააკაშვილის პასუხისმგებლობას დაუთმო ჟურნალისტებთან საუბრის დიდი ნაწილი მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე მისულმა მიხეილ ყაველაშვილმაც. ისიც ამტკიცებს, რომ ომი სააკაშვილმა დაიწყო და ამბობს, რომ ყველას სათანადო პასუხი გაეცემა. 18 წლის წინ ჩვენს სახელმწიფოს მართავდა სრულიად უსუსური ხელისუფლება, რომლებმაც ვერ შეძლეს რომ აერიდებინათ საომარი ვითარება ამ მტერთან, ეგრეთ წოდებულ დამპყრობელთან მოახდინეს ურთიერთობა, მიყიდეს მათ სტრატეგიული ობიექტები, ოკუპანტათაც არ იყო ეს ქვეყანა დასახელებული. თქვენ ასახელებთ ოკუპანტად ბატონო მიხეილ, არაფერი არ გითქვამთ ამ ხელა კომენტარის განმავლობაში რუსეთის ოკუპაციაზე. არ გითქვამთ რომ რუსეთი არის ოკუპანტი, ისევ საქართველოს აბრალებთ ომის დაწყებას. თქვენ ამბობთ რამეს რუსეთის ოკუპაციაზე, ამბობთ რომ რუსეთი ოკუპანტია? ყველა დავაში ჩვენმა სახელმწიფომ გაიმარჯვა და ყველგან დამტკიცდა რომ ის ქვეყანა არის
ოკუპანტი და ოკუპირებული აქვს ჩვენი ტერიტორია, ეს ჩვენი ხელისუფლება. ქვეყანა თუ რუსეთი? ის ქვეყანა თუ რუსეთი, ბატონო მიხეილ? თუ გინდა დაგისახელებთ. რა არის ამაში? ესე იგი, აბა ვინ უნდა იყოს? ბატონო მიხეილ, ის ქვეყანაა ოკუპანტი თუ რუსეთია ოკუპანტი? თქვენ ახართ აგენტურის წარმომადგენელი მედია საშუალებები, რომლებიც უარყოფთ, რომ რეზოლუციას მაშინდელი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოაწერეს, სადაც რა ეწერა ბატონო მიხეილ რეზოლუციაში? ამოგვიკითხეთ. ციტატა მოგვიყვანეთ რეზოლუციიდან, რასთან დაკავშირებით გაქვთ პრეტენზია? რეზოლუციაში ჩაიწერა, რომ რომ რუსეთი ოკუპანტია. რეზოლუციაში არა, რეზოლუციაში ჩაიწერა, რომ ქართულმა სამხედრო ძალებმა დაიწყეს ფართომასშტაბიანი შეტევა და დაბომბა ცხინვალის. არა, ეს ყველა სათანადო პასუხი გაეცემა. აი ეს ვაჟბატონი ხან ოდისევსი როა და ხან ნელსონ მანდელა და ხან ილია ჭავჭავაძე და ხან არ ვიცი დავით აღმაშენებელი სინამდვილეში ჩვენმა საზოგადოებამ ყველაზე კარგად იცის ერთი საცოდავი მხტალი პიროვნებაა. დღესვე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. რუსეთიც ომის დაწყების თარიღად ქართული ოცნების მსგავსად 8 აგვისტოს მიიჩნევს. განცხადებაში აგვისტოს ომის დაწყებაში მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებაა დადანაშაულებული და გამოთქმულია კმაყოფილება იმის გამო, რომ საქართველოში 2008 წლის აგვისტოს მოვლენების გადახედვის მცდელობა შეინიშნება. კრემლის საგარეო უწყება იმედს გამოთქვამს, რომ საქართველოს ხელმძღვანელობის განცხადებები აფხაზებთან და სამხრეთ ოსეთთან შერიღების აუცილებლობასთან დაკავშირებით მხოლოდ განცხადებებად არ დარჩება. დღეს სამხრეთ კავკასიაში მომხდარი ტრაგიკული მოვლენებიდან 18 წელი შესრულდა. 2008 წლის 7-8 აგვისტოს ღამეს სააკაშვილის რეჟიმმა საქართველოს სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების შესახებ ყველა საერთაშორისო შეთანხმების დარღვევით სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ ვერაგული აგრესია განახორციელა, რასაც მშვიდობიან მოსახლეობასა და რუს მშვიდობის მყოფელებს შორის მრავალრიცხოვანი მსხვერპლი მოყვა. ქართული თავდასხმის არაპროვოცირებული ხასიათი მოგვიანებით ოფიციალურად დადასტურდა. კერძოდ, ევროკავშირის ეგიდით შექმნილი შვეიცარიელი დიპლომატის ტალია ვინის ხელმძღვანელობით საქართველოში კონფლიქტის ფაქტების დამდგენი დამოუკიდებელი საერთაშორისო მისიის ანგარიში. მოსკოვი აღნიშნავს ქართულ საზოგადოებაში 2008 წლის აგვისტოს მოვლენების გადახედვის მცდელობებს. ამასთან შეიარაღებული კონფლიქტის გაჩაღებაზე სააკაშვილის რეჟიმის სრული პასუხისმგებლობის აღიარება გამართლებულია. ფიქსირდება საქართველოს ხელმძღვანელობის განცხადებები აფხაზებთან და სამხრეთ ოსეთთან შერიგების აუცილებლობასთან დაკავშირებით, რაც იმის იმედს იძლევა, რომ მიდგომის აღნიშნული ტრანსფორმაცია მხოლოდ განცხადებების დონეზე არ დარჩება და აფხაზებთან და სამხრეთ ოსეთთან ურთიერთობების მოგვარების მიზნით კონკრეტული პრაქტიკული ქმედებებით გამყარდება. დღესვე განცხადება გაავრცელა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ, რომელიც ომის დაწყების თარიღად ასევე 8 აგვისტოს თვლის. განცხადებაში ნათქვამია, რომ 2008 წლის აგვისტოში რუსეთმა საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ნორმებისა და პრინციპების უგულებელყოფით განახორციელა საქართველოს ტერიტორიის განუყოფელი ნაწილების, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების უკანონო ოკუპაცია და მათი ეგრეთ წოდებულ დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება. საქართველოს საგარეო უწყება წერს, რომ დღესაც ოკუპაციის 18 წლის თავზე რუსეთი არ ასრულებს ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას და აფართოვებს საკუთარ უკანონო კონტროლს ოკუპირებულ რეგიონებში, აგრძელებს მათი მილიტარიზაციის პროცესს და აქტიურად დგამს ნაბიჯებს მათი ფაქტობრივი ანექსიისკენ.